სხვადასხვა რჩევებზე, საინტერესო ამბები. დღეს ნინა ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ, გავასუფთავოთ საყოფაცხოვრებო ნივთები. ნინა, აბა, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა საჭირო რჩევა მივიღოთ რას ვაკეთებთ არასწორად ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ შუადღემშვიდობისა, ანუკა ზურა და როგორც უკვე აღნიშნე, დღეს ვისაუბრებთ ყოველდღიური ნივთების მოვლასა და მოხმარების დროებზე, რაც ასე მნიშვნელოვანია, ბევრმა შესაძლოა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმაც, მაგრამ ნაწილმა არ იცის, რამდენად ხშირად უნდა შეცვალონ და გაასუფთავონ საერთო საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც ანუკა და ზურა შესაძლოა რომ გამოიწვიოს ჰიგიენის პრობლემები და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის რისკები შეიძლება რომ ახლავდეს ამ ყოველივეს. და გეტყვით რომ თითოეულ ნივთს აქვს თავისი ვადა მოხმარების და როდის უნდა განახდეს ან როდის უნდა გაირეცხოს. თქვენ ჩემთან გვერდზე ხედავთ აი ასეთ კარადას ერთ გვარს, რომელიც თაროებს და რომელზეც წარმოდგენილია სხვადასხვა ნივთი და მინდა რომ ეტაპობრივად მივყვეთ და თან თქვენს გამოგცადოთ და გავიგოთ როგორ უნდა დავასუფთავოთ ესა თუ ის საყოფაცხოვრებო ნივთი. ჩვენ გამოცდისთვის მზად ვართ. მზად ხარ ზურა? აუცილებლად. დავიწყოთ პირველი აი ასეთი თეთრეული ცაწოლის გადასაფარებლებიდან ეტაპობრივად შევავსოთ ჩვენი მაგიდაც, ანუკა შეამჩნევდი რომ მაგიდა არის ცარიელი, მხოლოდ წყალია და ასე მინდა რომ შევავსოთ და თქვენი აზრით, რამდენ ხანში უნდა გაირეცხოს ჩვენი თეთრეული? რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ და გავრეცხოთ, ხო? კი ბატონო. აი, არ ვიცი, ალბათ მაქსიმუმ 1 კვირა. თქვენ უკვე გრაფიკაზე ხედავთ, რამდენ ხანში უნდა გავრეცხოთ, აი, საწოლის გადასაფარებლები გარეცხეთ კვირაში ერთხელ. აი, ეს გადასაფარებლები გულისხმება გადასაფარებლები, აი, ბანიშის პირები მაგალითად ასევე. ბანიშის პირები უფრო ხშირად კი. კი ბატონო, ნამდვილად და გეტყვით რომ ეს იმიტომ არის საჭირო, რომ მასში გროვდება კანის მკვდარი უჯრედები, რაც ქმნის იდეალურ გარემოს მტვრის ტკიპებისთვის, რაც ესე საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის, თეთრეულის გარეცხვა სასურველია ცხელ წყალში და მინიმუმ 50 გრადუსზე ეს დაგეხმარებათ მტვრის ტკიპების მოკლაში და ალერგენების მოცილებაში. საწოლების რეგულარულად განახლება არა მხოლოდ ხელს უწყობს უკეთეს ჰიგიენას, არამედ ხელს უწყობს ასევე უფრო შვიდ ძილს, რაც ასე გვესაჭიროება დღევანდელ ახლა გარეცხილ თეთრეულში დაძინება რომ უფრო სასიამოვნოა, ეს ფაქტია. კი, ნამდვილად. ასევე გირჩევთ, რომ გადმოატრიალოთ ხოლმე თქვენი თეთრეული და ისე გარეცხოთ, რადგან აი ხა ჩვენ ვხედავთ, საკმაოდ მკვეთრი ფერი აქვს ხომ ჩვენ თეთრეულს. და ასეთ შემთხვევაში არ დაეკარგება თეთრეულს ფერი და ასევე მზის სხივებსაც მოვარიდოთ, მხოლოდ გადმოტრიალებულ ფორმაში გავფინოთ ხოლმე. არ თეთრეულს ფერი არ უნდა გასდიოდეს. ზურა უკვე საფხული მოდის და მზე საკმაოდ მზეა. მზეზე კი, მაგრამ რეცხვისას თუ გავუვიდა, მაშინ უნდა გადავაგდოთ, მე მგონი. ახლა თემატურად უნდა გადავიდეთ კიდევ ერთ საყოფაცხოვრებო ნივთზე და ეს არის ბალიში, რომელიც ასევე საჭირო ნივთია სახლში დამერწმუნებით. და გეტყვით რომ ბალიშების შეცვლა საჭიროა წელიწადში 1-დან 2 წლამდე. თუ იცოდით ამ ფაქტის შესახებ, ანუკა? შეცვლა საჭირო იყო, ვიცოდი, მაგრამ ანუ ეს პერიოდი რამდენ ხანში ერთხელ? ანუ 1 წელიწადში, 1-2 წელიწადში ერთხელ საჭირო. დიახ. მე გულწრფელად რომ გითხრა, ბალიში ჩემთვის იმდენად გამოსადეგი საყოფაცხოვრებო ნივთია, რომ 1 წელიც ვერ მიძლებს, შესაბამისად რამდენიმე თვეში ერთხელ ვცვლი ხოლმე, აი წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვარ ძალიან მალე. რომ თან გაშორება გიჭირს და აი მდგომარეობაში ანუკა თვეების შემდეგ ჩემი ბალიში რომ იმას დაგაშორება არც ერთ შემთხვევაში არ გავიჭირდება ვერწმუნე. კი ბატონო ზურა, ბალიშებს შენ ეს პრობლემა არ შეგექმნება, იმიტომ რომ ბალიშები შეიძლება შეიცავდეს მტვრის ტკიპებს, ოფსა ბაქტერიებსაც კი. იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს თავისებურ ცხიმებს და ბუნებრივია ამ ყველაფერმა გავლენა შეიძლება მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე და ძილის ხარისხზე და რეკომენდებულია ბალიშების გამოსვლა, როგორც აღვნიშნე, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მასალისა და გამოყენების მიხედვით. ზურა შემთხვევაში 2 თვეში ან 3 თვეში და ნუ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება 1 წელიწადში ან 2 წელიწადში ანუკა. გეტყვით რომ ჩანაცვლებებს შორის სასურველია ბალიშების 3-დან 6 თვეში ერთხელ გარეცხვა. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მათი სიახლის შენარჩუნებაში. და ახლა მინდა ვნახოთ გრაფიკა, სადაც გამოსახულია ბალიშის მოვლის ინსტრუქციები, რა შემთხვევაში შეგვიძლია რომ ესე თქვა გავრეცხოთ
გავრეცხოთ მანქანაში და რა შემთხვევაში შეგვიძლია რომ ესე ვთქვათ წავიღოთ ქიმწმენდაში და მსგავსად მოუვაროთ ჩვენ ბალიშს. ეს ბალიშების მასალის მიხედვით არის ალბათ ხო? კი, ნამდვილად. მასალა შეგრით გამოყენებული. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გრაფიკა, რომელზეც გამოსახულია ბალიშის მოვლის ტიპები. კი ბატონო, ბალიშზე დატანილი ნიშნები. აი ზურა ხედავ ალბათ პირველ შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ რომ ამ შემთხვევაში არ არის სასურველი რომ გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში, ხოლო მეორე ესე ვთქვათ მინიშნების შემთხვევაში უკვე შეგვიძლია რომ სარეცხ მანქანაშიც გავრეცხოთ. ოღონდ უნდა დავაკვირდეთ ასევე გრადუსებს, არ არის სასურველი რომ ძალიან მაღალ გრადუსზე გავრეცხოთ, რადგან შესაძლოა რომ ფორმა დაეკარგოს ჩვენს ბალიშს. და კიდე რაც მთავარია, მზიანი ამინდი უნდა იყოს რომ არ აშმორდეს ბალიშს. კი ბატონო და კარგად გაშრეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. შემდეგ პროდუქტზე რომ გადავალ, ეს არის ფაქტობრივად მთავარი ამოსავალი წერტილი, ნესტი და ესე ვთქვათ. ბალიშის დანესტვა მართლაც რომ მტკივნეულია შესაძლოა. ნამდვილად და გადავიდეთ უკვე შემდეგ პროდუქტზე, რომელიც ასევე ყოველდღიურად ვიყენებთ ყველა, ეს არის ღრუბლები. რას ხედავთ? სამზარეულოს ღრუბლები, რომლებიც სარეცხი ღრუბლები. კი, ნამდვილად შეგვიძლია დავამატოთ ჩვენ მაგიდას, ცოტა შევავსოთ. გეტყვით რომ სამზარეულოს ღრუბელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ამ ჩვენს ნივთებს შორის, რომელშიც ყველაზე მეტი ბაქტერიების შემცველობაა, რადგან საკვების ნაწილაკებისა და ტენიანობის მუდმივი ზემოქმედების გამო სწორედ ამ პროდუქტში ძალიან ბევრი მიკრობი, ესე ვთქვათ, იბუდებს ხოლმე და მიკრობების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია შეცვალოთ თქვენი სამზარეულოს ღრუბელი ყოველ კვირას. ეს თუ იცოდი ზურა? იცი რა არის, ისედაც საჭიროებს ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც აღარ მომწონს ვიზუალურად. პრინციპში გააჩნია რამდენად დასრულ ჭურჭელს რეცხავ აი ამ კვირის განმავლობაში. აფა ქვაბი თუ მოხდა ჩამონათვალში, მაშინ ცხიმიანი საკვები თუ მოხდა, მაშინ ხო, შესაძლებელია მეორე დღესაც შეცვალო, იმიტომ რომ უბრალოდ ვიზუალურადაც აღარ ვარგა და აღარც მოგწონს. კი, ნამდვილად ზურა, თუმცა ანუკა, შენ თუ იცოდი, ჩანაცვლებებს შორის რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ, ესე ვთქვათ, მიკრობების გავრცელება ამ ერთი კვირის განმავლობაში. დუღარა წყალს ვასხავ ხოლმე, მაგალითად. კარგი მიგნება. ასევე ადნება ის არანაირად. მე არ მიცდია. ღრუბელი ნამდვილად არ დაგნება, ეს კიდე რაღაც მეთოდი ექნება. კი, ნამდვილად პატარა ხრიკი მინდა რომ გაგიზიაროთ, შეგიძლიათ გაასუფთავოთ ღრუბლები მიკროტალღოვან ღუმელში 1 წუთის განმავლობაში შედებით. ეგ პირველად გავიგე. ეს მოკლავს, ესე ვთქვათ, ჩვენს მიკრობებს და ბაქტერიებს, ასევე მათეთრებელ ხსნარში შეგიძლიათ 5 წუთის განმავლობაში წამოადუღოთ და ესეც გაანადგურებს ჩვენს ღრუბელს ბაქტერიებს, რომელიც ასე ბევრია მასში. და მიკროტალღური ღუმელი არ აფუჭებს? არ გააფუჭებს, ცხელ წყალს ახსხავს. ანუკა და არაფერი არ მოსდის. მე რაღაცნაირად და სხვა წარმოდგენები მქონია ღრუბელზე. ბოდიში ღრუბელო. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ ფაქტობრივად ძალიან სველი არ იყოს ხოლმე მოხმარებებს შორის, რადგან წყალში და ოფში, როგორც ვიცი, ძალიან მარტივად ვრცელდება მიკრობები. გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე და გავათავისუფლოთ ჩვენი მთავროები, ეს არის აბა რას ვიღებ? პირსახოცები, რომელსაც ასევე ყოველდღიურად ვიყენებთ, ცოტა დავალაგოთ ჩვენი. აი რას უნდა ნამდვილად ხშირი ცვლა. ნამდვილად, ანუ კადა პირსახოცები რეკომენდებულია აბაზანის პირსახოცების გარეცხვა ყოველ 3 დღეში ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიები და ობის განვითარება. ამ შემთხვევაშიც, ეს ვთქვათ, წყალი არის დამნაშავე და ამიტომ გჭირდება ყოველ 3 დღეში ერთხელ მათი გარეცხვა და მათი გამოყენება ყოველდღიურად ხდება, როგორც ვიცით და ნესტიანი გარემოს გამო შეიძლება სწრაფად გახდეს ბაქტერიების გამრავლების ადგილი. გამოიყენეთ ცხელი წყალი და კარგი სარეცხი საშუალება, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი კარგად გაიწმინდება. აი მაგალითად, ბალიშის შემთხვევაში ზურა, როგორც აღვნიშნეთ, უფრო დაბალ ტემპერატურაზეა სასურველი, რომ არ დაეკარგოს ფორმა, ხოლო ჩვენი პირსახოცების შემთხვევაში იმის გამო, რომ ბაქტერიები მარტივად მრავლდება ამ ნივთში, სასურველია, რომ მაღალ ტემპერატურაზე გავრეცხოთ და ასევე კარგი სარეცხი საშუალებას გამოვიყენოთ. გადავიდეთ უკვე არის შემდეგ ნივთზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლის სახლებშიც არის, ეს არის ფარდები. ფარდები.
რომელიც ორფენად არის ხოლმე სახლებში და ზოგან სამფენადაც არის. კი, ნამდვილად, მათაც სჭირდებათ მოვლა და გირჩევთ, რომ გარეცხოთ ფარდები ყოველ 6 თვეში ერთხელ. 6 თვეში ერთხელ. კი ბატონო, ფარდებს შეუძლია. მიღმარჩება ხოლმე არა. ხო, ცოტა დიდი ვადა აქვს. გეტყვით, რომ ფარდებს შეუძლია დროთა განმავლობაში შეიწოვოს მტვერი ალერგენები და სუნი, განსაკუთრებით კი თუ ფანჯრები ხშირად იხსნება და ახლა სწორედ ის დროა, როცა ფანჯრები უნდა გამოვაყოთ და შემოუშვათ ჩვენს სახლში სუფთა ჰაერი. და განსაკუთრებით ალბათ აი ეგრეთ წოდებულ სტუდიოს ტიპის ბინებში ეს პრობლემა იქნება თუ სამზარეულოც იქნება. ნამდვილად, ზურა, ესეც უნდა აღმენიშნა, თუ სამზარეულოში გვაქვს ან სტუდიოს სახლი გვაქვს, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივად იყიდებს ჩვენი ფარდები, სუნს და გარედან შემომავალი მიკრობები და ბაქტერიებიც ასევე აისახება ფარდაზე და გეტყვით, რომ სახლის სუფთა და ჯანსაღი გარემო შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია, რომ ფარდები გავრეცხოთ 6 თვეში ერთხელ, ან მშრალი წმენდა ჩაუტაროთ 6 თვეში ერთხელ, ესეც თუ ფიზიკურად ფარდა არ გვაგძლევს იმის საშუალებას, რომ ჩამოხსნათ და გავრეცხოთ. ამ შემთხვევაში სასურველია, რომ ჩაუტაროთ მშრალი წმენდა. ასევე სასურველია, რომ თუ თქვენი ფარდა ირეცხებას არ ეცხი მანქანით, ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ ნაზი ციკლი, ცივი წყლით, ზურა, რათა თავიდან ავიცილოთ დაზიანება, როგორც ვიცით, ზოგიერთი ფარდა ისეთი მასალისაა შესაძლოა, რომ დაზიანდეს, ანუ შემცირდეს ზომაში და ისეთი მომხიბვლელი აღარ იყოს, როგორც მანამდე იყო. ესე იგი, ჭურჭელი დავრეცხეთ, შემდეგ გადავივლეთ, ვიხვანჩალეთ და გავიმშრალეთ სუფთა პირსახოცებით, ჩავწექით დატკიცინებულ თეთრეულში, ბალისეც გემრიელად თავი დავდეთ და რა დაგვრჩა? ეხლა დაგვრჩა კბილის ჯაგრისი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ ჯერ დავბრუნდეთ ისევ აბაზანაში. კბილის ჯაგრისით უნდა დავვრჩა. რომელსაც ყოველდღიურად მინიმუმ 2 ჯერ მაინც ვიყენებთ ხოლმე, ეს არის აუცილებელი ნივთი ჩვენ სახლში. გეტყვით, რომ სასურველია, რომ განაახლოთ ყოველ 3 თვეში ერთხელ კბილის ჯაგრისები. ბუნებრივია, რომ აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება ნაკლებად ეფექტური გახდეს. ჯაგრისის ცვეთასთან ერთად ბუნებრივია ეს ყველაფერი ამით არის გამოწვეული და სტომატოლოგები გვირჩევენ კბილის ჯაგრისის გამოცვლას ყოველ 3 თვეში ერთხელ. ან უფრო ადრეც, გარდა ამისა, თუ აბადიყავით, კარგი იდეაა შეცვალოთ კბილის ჯაგრისი. ხელახალი ინფექციის თავიდან ასოცირებისთანავე ეს. ეს ანუ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჯაგრის თანმოხმარებაში. როდესაც გავცივდებით, აუცილებელია რომ შეცვალოთ ჯაგრისი, ან თუ 3 თვემდე ადრე დაზიანდა ჯაგრისი და შეეცვალა ფორმა, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ რომ შეცვალოთ. და გადავედი ზურა, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვან ნივთზე, ეს არის მაკიაჟის ფუნჯები, რომელსაც ფაქტობრივად ყოველდღიურად ვიყენებთ ხოლმე, როდესაც ჭირდება რომ გავიკეთოთ მაკიაჟი. ხო, არა მხოლოდ ჩვენ, უამრავი ქალბატონი, რა ვიცი, მამაკაციც ბევრი იყენებს ხოლმე ნამდვილად მეიკაპს შესაბამისად აი ეს ის წყაროა ბაქტერიების, ეს ზუსტად ვიცი და რა უნდა გავაკეთოთ, ეს შეგვითხარი. გირჩევთ რომ ჩვენი ფუნჯები, მაკიაჟის ფუნჯები ყოველთვიურად გავრეცხოთ, ეს იმის მიხედვით თუ რამდენად ხშირად მოვიხმართ, მაგრამ ყოველთვიურად ეს აუცილებელია. გეტყვით, რომ მაკიაჟის ფუნჯებში შეიძლება დაგროვდეს ზეთები, ბაქტერიები, პროდუქტის ნარჩენები, რამაც ასევე შესაძლოა რომ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გამონაყარიც კი და აკნეს კენ თუ ხართ მიდრეკილი, შესაძლოა სწორედ ფუნჯებისგან, ესე ვთქვათ, გადაგედოთ რაიმე ბაქტერია და აყვავილდეთ თავიდან. კი ბატონო, კანის სიჯანსაღისთვის აუცილებელია მაკიაჟის ფუნჯების გაწმენდა თვეში ერთხელ მაინც გამოიყენეთ ნაზი ფუნჯის გამწმენდი და ან საპნის და წყლის ნაზავი, ისე რომ არ დაზიანდეს ჩვენი ფუნჯები. და გირჩევთ, რომ გამოყენებამდე სრულად გააშროთ. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა, როგორც ბალიშის შემთხვევაში, ასევე ყველა პროდუქტის შემთხვევაში გაშრობა თავიდან გვაზღვევს და ობის, ესე ვთქვათ, გაჩენის საშიშროებაც აღარ არის ამ კონკრეტულ პროდუქტში. ახლა უნდა გადავიდეთ უკვე ჩვენს ბოლო ნივთზე, რომელიც ასევე ყველა სახლშია, ანუკა შენ კარგად გახსოვს. რა არის ბოლო ნივთი? არ გვაქვს ურა წარმოდგენილი. არა, საკმაოდ დიდი ნივთია. ინტრიგა. წინა, ესე ვთქვათ, ჩემს რუბრიკაში განვიხილეთ მაცივარი, რა პროდუქტი უნდა შეგვედო მაცივარში და რა არა.
არა, ესეც საკმაოდ სახალისო იყო ზურა და ამ შემთხვევაში მინდა რომ მოგცეთ რჩევა მაცივრის მოვლასთან დაკავშირებით. სასურველია რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ გავწმინდოთ ჩვენი მაცივარი. მაცივრის სისუფთავის შენარჩუნება სურსათის უვნებლობისთვის აუცილებელია. როგორც ვიცით, ძალიან ხშირად შესაძლოა რაღაც პროდუქტი გადმოიღვაროს, შესაძლოა ისეთი პროდუქტი შევდოთ მაცივარში, რომელსაც სახასიათო სურნელი ჰქონდეს და ამ შემთხვევაში ჩვენი მაცივარი შესაძლოა რომ დაბინძურდეს. აუცილებელია ყოველ 3 თვეში ერთხელ ღრმა გაწმენდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვადაგასული საკვებისა და არასასურველი სუნის მოცილებას ჩვენი მაცივრიდან. დაიწყეთ მაცივრის დაცლით, ბუნებრივია, ჯერ უნდა გავცალოთ, შემდეგ გავწმინდოთ თაროები და უჯრები თბილი საპდიანი წყლით, საკმაოდ მარტივია ეს ხერხი, არ გვინდა რამე სპეციალური ხსნარი. საპნიანი წყლითაც შეგვიძლია და არ დაგავიწყდეთ კარების ლუქებისა და ექსტერიერის გასუფთავებაც, რათა შიგნით შედებული საკვები იყოს ჯანსაღი და ჩვენც არ დაგვაზიანოს და რა თქმა უნდა გემრიელი. მაცივარი სწორედ ამისთვის არის, რომ დიდხანს გაგვიცლოს ჩვენმა საკვებმა. ყველაზე ბევრია. კი ბატონო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, დენი არავითარ შემთხვევაში შუქი არ გამორთოთ სახლში, როდესაც გადიხართ, მე დამემართა ერთი ესეთი ფაქტი იყო, დასასვენებლად მივდიოდი და გარედან დაზღვევის მიზნით გამორთებ სულ სახლში დენი. აი დასასუფთავებელი მაცივარი იყო. მაცივარი მე ვერ გავასუფთავე, ნინდა გადავაგდე ის მაცივარი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო, ანუ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ სუნი ვერ გავიდა მაცივრიდან, ამიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მაცივრის მოვლა პატრონობა. იმედია დაგეხმარებათ ჩემი რჩევები საყოფაცხოვრებო ნივთებთან დაკავშირებით და თავიდან აიცილებთ მათში დაგროვებულ ბაქტერიებს, რომ მოხვდეს თქვენს ორგანიზმში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ.